წარმოგიდგენთ ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების კურსს, რომლის ავტორია ევგენია ფროლოვა-ვანახტი, ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქონევროლოგი. მისი დამატებითი რეგალიებია რეიკი, ფენშუი, დაო, იოგა და კიდევ სხვა მსგავსი სულიერი განვითარების მიმდინარეობები. ევგენია უკვე დიდი ხანია მუშაობს ქალთა ენერგეტიკის მიმართულებით და ეს კურსი ეფუძნება გეიშების სკოლას. აქ მოცემულია აგრეთვე ძენ და დაოსური პრაქტიკები კურსში. კურსის საფუძველი არის ქალური და მამაკაცური ენერგიების ურთიერთქმედება, სწავლება ქალთა ენერგიების გენერირებისა და მისი გამოყენება, ტრანსლირება გარე სამყაროში სწორი მიმართულებით. შევისწავლეთ შინაგან ჰარმონიას და ასევე ჰარმონიას გარე სამყაროსთან. განვიხილავთ ზრდასრულ კონდიციას, როდესაც საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. ასეთი პოზიცია გვიცავს ტრავმისაგან. ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა, რასაც გადავცემთ შემდგომში უკვე ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ცოდნით, ასევე ენერგეტიკულად და ეპიგენეტიკით. ეხლა განვიხილოთ ქალური და მამაკაცური ინ-იან ენერგიები და მათი ურთიერთქმედება. ქალური არის ინი, მამრული არის იანი. დედამიწაზე არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო ენერგია და სწორედ მათ ურთიერთქმედებაზე არის დამოკიდებული სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესი. ესაა თბილი და გრილი დინებები, ანიონები და კათიონები, ცა და მიწა, დღე და ღამე, ნათელი და ბნელი, ეს ყველაფერი არის ინი და იანი. ანუ იგივე, ასე რომ ვთქვათ, პოლარობები. ჯერ დავიწყოთ იანით. ეს არის მამაკაცური საწყისი. რეალური ნამდვილი მამაკაცის დახასიათება, ესე რომ წარმოვიდგინოთ, როგორი არის ნამდვილი მამაკაცი. მკვეთრი, ეფექტური, ქარიზმატული, ძლიერი, მტკიცე, აქტიური, უფრო მკვეთრი, სწორხაზოვანი, მისი მოძრაობები არის უფრო კუთხოვანი. მამაკაცის მხრები მენჯზე უფრო ფართოა, ანუ მამაკაცს ხშირად ესეთნაირად ხატავენ, როგორც წვერით დაბლა მიმართულ სამკუთხედს. მამაკაცი პროფილში უფრო ბრტყელი აგებულების არის და აღნაგობა უფრო სწორხაზოვანი და როგორც აღნაგობა ასევე ქცევა უფრო სწორხაზოვანი და კუთხოვანი აქვს. მისი მუსკულატურა ძლიერია, ძვალი უფრო მსხვილია, მოცულობითაც და ზომითაც ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცი უფრო დიდია, მაღალიც არის და უფრო მსხვილიც არის. მას აქვს უფრო თავდაჯერებული მზერა ქალთან შედარებით, მიზანსწრაფულია და იცის რა უნდა. მამაკაცი უფრო პრაქტიკულია და მიწაზე მყარად მდგარია, უფრო ქმედითია. მამაკაცური ენერგია ვლინდება კიდევ იმაში, რომ მამაკაცი არის გამცემი. მამაკაცი არის შემომტანი, მონადირე, გულუხვი, მომპოვებელი, დამყრობი. ასევე ის არის საყრდენი, ზურგი, დაცვა. ქალისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ის მამაკაცთან ამყარებს ურთიერთობას, რომ მის გვერდზე იყოს მოშვებული ლაღად, რომ როგორც კლდის უკან, როგორც საყრდენი და საფუძველი. ქალისათვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მამაკაცი უნდა იყოს მისთვის როგორც მორალური, ასევე ყველანაირი, ასევე ფიზიკური და ასევე მატერიალური საყრდენი. ნამდვილი მამაკაცი არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი. იმისათვის, რომ მამაკაცმა ყოველივე ეს მასზე დაკისრებული, ესე ვთქვათ, მოლოდინები გაამართლოს, მას სჭირდება აგრესიული ენერგია. ეს აგრესია მას სჭირდება არა იმდენად გასანადგურებლად, რამდენადაც თავისი ქალისა და ოჯახის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. ეხლა განვიხილოთ ქალური ენერგია, ინი. როგორი წარმოგვიდგენია იდეალური ქალი? საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ პლუსი და მინუსი იზიდავს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე,
იდეალურ მამაკაცს სჭირდება იდეალური ქალი, რომელიც სწორედ მისი თვისებების საპირისპიროა და ისინი სწორედ ამ საპირისპიროობით მიიზიდავენ ერთმანეთს და ამავე დროს ავსებენ ერთმანეთს. ქალი მამაკაცის საწინააღმდეგო მუხტის მატარებელია. თუ კაცი გულუხვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი უნდა იყოს ძუნწი, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ ქალი უნდა იყოს შემგროვებელი და გამფრთხილებელი. რუსულად ამისათვის არის ძალიან კარგი სიტყვა ბირიგინია, რომელიც ამ ორივეს მოიცავს, როგორც შეგროვებას, ასევე გაფრთხილებას. ქალი უფრო მიმღებია. ენერგეტიკულად თუ კი კაცი აფრქვევს ენერგიას გარესამყაროში, ქალი ამ ენერგიას აგროვებს. როდესაც ქალი ივსება, შემდეგ უკვე ის ენერგიას აძლევს მამაკაცს. ქალისაგან კაცი ივსება და ამას კაცი ისევ გარესამყაროში აფრქვევს. ქალი ცარიელდება და კვლავ აგროვებს ენერგიას და ივსება. სწორედ ეს არის ქალისა და მამაკაცის ენერგეტიკული ცვლა. ქალი როგორ ივსება და რანაირად ივსება, ამას უფრო მოგვიანებით განვიხილავთ. მამაკაცი მიზანმიმართულია და მისი საპირისპირო თვისება ქალში რა არის? არ იფიქრეთ, რომ თუ კაცი მიზანმიმართულია, მაშინ ქალი პირიქით უმიზნოა. არა. ქალი არანაირად არ არის ესეთი, ის სავსე არის ემოციებით და გრძნობებით. ქალი უფრო ივსება შთაბეჭდილებებით, ემოციებით. იმისათვის, რომ ქალი შეივსოს, ის უნდა მიყვეს თავის სურვილებს, თავის ინსტინქტებს. ქალი ინტუიტიური არსებაა. და მან ძალიან კარგად იცის, როგორ შეივსოს ენერგიით. ის მიყვება თავის სურვილებს, დაუშვათ დილით ვარჯიშობს, სვავს ყავას, სეირნობს, დაუშვათ ათვალიერებს იმ ჟურნალს, კითხულობს იმ წიგნსაც მას აინტერესებს, უყურებს იმ გადაცემას, რაც მას სიამოვნებს, უსმენს მუსიკას, ცეკვავს, საუბრობს, ურთიერთობს. იდეალური ქალი მიყვება წუთიერ იმპულსებს, წუთიერ სურვილებს. ის ბევრს არ ფიქრობს და არ საზღვრავს, უბრალოდ უცბად წამოვლის რაღაცა უნდა და ამას მიყვება, ისრულებს თავის სურვილებს. ეს არის ქალური მყოფადობა. სწორედ ასეთი ცხოვრება ეხმარება ქალს თვითშეცნობაში. და ასეთნაირად აგროვებს ქალი ენერგიას, აი ამ თავის ინტერესებისა და სურვილების დაკმაყოფილებით. ქალი ივსება ამითი და ასეთი ქალი მამაკაცს აძლევს ამ თავის სისავსეს, ამ თავის ენერგიას. ქალი ვერანაირად ვერ შეივსება ხისტი ცხოვრებით, დასახული მიზნით. თუმცა არიან ისეთი ქალები, რომლებიც მამაკაცებივით ცხოვრობენ, მაგრამ ისინი მამაკაცებს არ იზიდავენ და თვითონაც არ არიან ბედნიერები, იმიტომ რომ ის სტილი ცხოვრებისა, რითიც მამაკაცი სულდგმულობს და მისთვის ეს ნორმაა, ქალისთვის ეს არანაირად არ არის ნორმალური. ქალი ამით ვერ შეივსება. ქალმა უნდა იცხოვროს სწორედაც რომ ქალური ცხოვრებით. რათა შეასრულოს ქალური ფუნქცია. ოჯახში ერთი ხარჯავს ენერგიას, ხოლო მეორე აგროვებს. თუ ორივე ხარჯავს ენერგიას და ორივე ცარიელია, ისინი ერთმანეთს ვერ შეავსებენ. მაგრამ თუ ორივე სავსეა, ისინიც არ იქნებიან ერთმანეთისათვის საინტერესო და ერთმანეთს ვერ შეეწყობიან. ამიტომ ენერგიების ცვლისთვის საჭირო არის, რომ ხან ერთი იყოს ცარიელი და ხან მეორე და ამ დროს მეორე სავსე და ხან პირიქით, რათა მოხდეს ეს ბუნებრივი ენერგეტიკის ცვლა. სხვანაირად ურთიერთობა ვერ შედგება და არ იქნება საინტერესო. თანდაც არის კიდე ესეთი მომენტი, რომ მხოლოდ ცარიელს შეუძლია ახლის მიღება, რადგან სავსეში ახალი ვერაფერი ვერ შევა. ამიტომ ზოგადად სავსეობის მდგომარეობიდან საჭირო არის დაცლის, სიცარიელის მდგომარეობაში გადასვლაც, რათა განახლება მოხდეს. სავსე მდგომარეობა იმისთვის არის კარგი, რომ სხვა შეავსო. ამ დროს კი დაიცლები და უკვე მზად იქნები ახლით შესავსებად.
ქალური ყოფის დამახასიათებელი არის მიზნის გარეშე ცხოვრება. ბევრი მიკითხება, ხომ და იცოდე, საითკენ მიდიხარ, მაგრამ არ არის აუცილებელი ქალმა იცოდეს, საითკენ მიდის. ქალი ცხოვრობს ფასეულობებით. ეს ფასეულობები იდება საგვარეულოს მიერ. მას ეს გადმოეცემა როგორც პირდაპირ ცოდნის სახით დედისგან, ბებიისგან, ასევე აღზრდით და ასევე გენეტიკურადაც და ეპიგენეტიკურადაც, ასევე ენერგეტიკულადაც. ქალმა იცის, რომ უნდა სახლი, ოჯახი და სტაბილურობა. ეს მიზანი არ არის. ეს არის უბრალოდ არსებობის პირობები და ნორმა. კაცისთვის კი მიზანი არის ის, რომ ის შეულობს ფულს, აშენებს სახლს და ამაში იხარჯება. ხოლო ქალი ამას მზამზარეულს იღებს მამაკაცისგან. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს როგორც ქმარი, ასევე მამა, ასევე ძმა, საყვარელი და ასე შემდეგ. მამაკაცი მოქმედებს და მოძრაობს მიზნისკენ, ხოლო ქალი იზიდავს მოვლენებს და სურვილებს ისრულებს. აი სწორედ ასეთი არის ქალის ცხოვრება, რომელსაც შეიძლება უწოდოთ უმიზნო ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ქალის ცხოვრება ძალიან ლამაზი, საინტერესო და მიმზიდველია. მამაკაცში არის აგრესიული ენერგია, ხოლო ქალში არის შვიდი ენერგია და ეს მათ ურთიერთობას აბალანსებს. ქალი მამაკაცს სიმშვიდეს უზიარებს. ამით ის მამაკაცს აწყნარებს. შვიდი ქალი არასოდეს არ ჩქარობს. საერთოდ ქალურობა გამოიხატება ქალის სიჩუმეში, სიმშვიდეში, ის ლაპარაკობს ნელა, ნაზად იყურება მისი ვიზუალი, მისი მოქმედებები არის რბილი, მშვიდი, ჰაეროვანი, დამამშვიდებელი, ძალიან ესთეტიური. ქალი როგორც მენტალურად არის მშვიდი, ასევე ქცევითაც მშვიდია. ხოლო როდესაც მამაკაცი იპყრობს სამყაროს და მოდის სახლში, სწორედ ასეთი მშვიდი ქალი უქმნის მას იდილიას, რათა მამაკაცმა დაისვენოს, ენერგიით შეივსოს და შემდეგ უკვე ქონდეს იმის საშუალება, რომ ისევ გარეთ გავიდეს და თავისი ეს ენერგია დახარჯოს.